უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს და 2004 წელს კომპანია აჭარისთვის 2 IA-42 ტიპის თვითმფრინავის და 10 შუალუფრენის ჩამორთმების ფაქტის გამოძიებას ითხოვს. უფლებადამცველი ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, რომლებიც მისივე თქმით ქონების ჩამორთმევაში ფიგურირებენ. დეტალები გიორგი წეროძის რეპორტაჟში. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე 2004 წელს კომპანია აჭარისთვის საფრენი აპარატების ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება. მისი განცხადებით, კომპანია აჭარას თვითმფრინავები მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძის, კახა ბენდუქიძისა და იმჟამინდელი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ინიციატივით ჩამოართვეს. როგორც ბაკურიძე ამბობს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ალფაიძემ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით ჯერ 2009 წელს მიმართა, მოგვიანებით კი 2012 წლის არჩევნების შემდგომ, თუმცა ორივე შემთხვევაში მას განუცხადეს, რომ საქმე არ შეიცავდა სისხლის სამართლის ნიშნებს. სამწუხაროდ სააკაშვილის დროინდელი პროკურატურის დადგენილება და ახალი ხელისუფლების პროკურატურის დადგენილება იდენტურია. ერთი და იგივეა და ეს ადამიანი ვერ პოულობს სამართალს. არადა დოკუმენტების მიხედვით პირდაპირ გავდივართ სააკაშვილზე, ბედუქიძეზე, ვარშალომიძეზე და სხვა პასუხისმგებელ პირებს. მე მიმართავ გენერალურ პროკურატურას, რომ ეს არის აშკარა დანაშაული, კანონდარღვევა, მით უმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და იქნებ ნუ შემოვიდებთ ამ დაგვარ საქმეებს თაროზე. კომპანია აჭარა რეისებს ძირითადად რუსეთის მიმართულებით ასრულებდა. როგორც ნინო ალფაიძე ამბობს, თავიდან თვითმფრინავების საჩუქრად გადაცემას თხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი თვითმფრინავები წაართვეს და თბილისში კომპანიისვე პილოტებს გადააყვანინეს. გარდა 2 IA-42 ტიპის თვითმფრინავის ალფაიძის თქმით, თბილისში გადაყვანილი იქნა 11 ვერტმფრენიც. რუსული ეკიპაჟი ყავდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ამ ტიპის თვითმფრინავი საქართველოში არ იყო და არც მომზადებული ეკიპაჟები არ ყავდა მაგისთვის. დააყენეს გადათან ეკიპაჟი და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად აიძულეს, რომ გადაიყვანათ ეს თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში. 11 ვერტმფრენი ისე წაიყვანეს, არც უკითხია ჩვენთვის. შავმასკიანები მოვიდა, დაძდენ 7 გადმოიყვანეს თბილისში და 4 ცოტა სარემონტო იყო და დატოვეს ბათუმის აეროპორტში. ყველაზე თავარი ის არის, რომ ეს ვერტმფრენები ავიაკომპანიის საკუთრებაში იყო 2005 წლის დეკემბრის თვემდე და 4 თვითმფრინავი, რომელიც დარჩა ბათუმის აეროპორტში, ის ავიაკომპანიის საკუთრებაში დარჩა 2007 წლის ბოლომდე რა. და მე ამოიღო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ იმ მოტივით, რომ ვითომ ავიაკომპანია აჭარა მარ შეასრულა მიმდინარე და კაპიტალური რემონტები ამ ვერტმფრენებზე. 2004 წელს ალფაიძე ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის გამო დააკავეს. საპატიმროში მან 1 წელი გაატარა და კანონში შესული ცვლილებების შემდეგ გაათავისუფლეს. აბსოლუტურად არ შემახეს ამინისტრამ, იმიტომ რომ 2004 წელს კიდე რაღაცა თანხა არის 1000 ლარამდე გადადისო და ამინისტრის გარეთ არ გამომიშვეს. ხო და მე კანონში შევიდა ცვლილება, ამასობაში გახდა იანვრის ბოლო უკვე. სამჯერ გამიგზავნეს ვადა. კანონში შევიდა ცვლილება, რომ ვისაც 100.000 ლარზე ნაკლები გადასახადები აქვს ბიუჯეტის გავლენება, ყველას მიმართ შეწყდეს სიტყვის სამართლებელი დევნა. ამით ვარ გამოსული ციხიდან, თორე 10 წლიანი მუხლისთვის გამიმეტეს მაგათმა მე. გამოიძიებს თუ არა პროკურატურა ავიაკომპანია აჭარის საქმეს, ხელახლა ჯერ უცნობია. საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამ თემაზე დღეს კომენტარი არ გააკეთეს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც ავიაკომპანია აირზენას ძველი და ახალი თანამშრომლები აკეთებენ.